კულტურული ღონისძიება ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და საქველმოქმედო ცენტრ თანაზიარის ორგანიზებით დღეს გაიმართა. არტ აქციაზე ცოცხალი წიგნების სახით სხვადასხვა საინტერესო პროფესიის მქონე ადამიანები იყვნენ წარმოდგენილი, რომლებიც მკითხველს თავიანთ საინტერესო და ინოვაციური საქმიანობის შესახებ ესაუბრებოდნენ. პროექტი არის დაფინანსებული პოსტფაქტუმის მიერ. პროექტის მიზანი არის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია. სამეგრელოში არსებული კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოებისთვის ისედაც არის პოპულარული, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ უფრო ახლოს გავაცნოთ ადგილობრივ საზოგადოებას და არა მარტო ადგილობრივ საზოგადოებას, ძალიან ბევრი ქვეყნის ხალხისთვის, ძალიან ბევრი საელჩოებისთვის, საქართველოში საელჩოები, რომლებიც არსებობენ, მათთვის იყოს ეს ხელმისაწვდომი, მათთვის იყოს ჩვენი კულტურა ცნობილი. შეკრებილ საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ხელოვნების სხვადასხვა დარგში მომუშავე ადამიანების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა დაეთვალიერებინა. ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი და ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი მანანა გვარამია აღნიშნავს, რომ ცოცხალი ბიბლიოთეკა კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას ემსახურება. არის ჩვენთვის მთავარი ცოცხალი ბიბლიოთეკა, ადამიანები არიან თვითონ წიგნები, იმ დარგში, რომელ დარგშიც ისინი მუშაობენ და თან ვიზუალურად ლამაზი რომ ყოფილიყო, მათი ნამუშევრები გვაქვს გამოტანილი და გამოფენილი. მკითხველებს შეუძლიათ გაწევრიანდნენ, ეს არის ჩვეულებრივი ბიბლიოთეკა, დაასხნენ ცოცხალ წიგნებთან, მიიღონ ინფორმაცია. ცოტნე დადიანის დარბაზის დამაარსებელი კონსტანტინე კაკავა მიიჩნევს, რომ მსგავსი კულტურული ღონისძიებები არა მარტო წიგნერების დონეს ზრდის, არამედ საზოგადოების წევრებს შორის კომუნიკაციას ამყარებს. საზოგადოება ერთად გროვდება, საზოგადოება მსჯელობს, ფიქრობს, უზიარებს ერთმანეთს საკუთარ აზრებს, ინფორმაციას, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს აი კომუნიკაციის დამყარებას საზოგადოების წევრებს შორის და საბოლოო ჯამში ერთიანობას. ღონისძიება ცოცხალი ბიბლიოთეკა კულტურული ბაზრობა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა.